ჰიპერმეტროპია იგივე შორსმხედველობა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. Როგორ ამოვიცნოთ ეს დარღვევა, რა სიმპტომები ახასიათებს და რა მიზეზით ვითარდება? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ექიმი ოფთალმოლოგი ნინო ბაკურაძე. ჰიპერმეტროპია, ანუ შორსმხედველობა, ანუ ეგრეთ წოდებული პლიუსი, ეს არის რეფრაქციული მანკის ერთ-ერთი სახეობა. ნორმაში თვალის სიგრძე, თვალის ღერძი უნდა იყოს 23 მმ დაახლოებით. ჰიპერმეტროპიის შემთხვევაში თვალის ღერძი არის მოკლე, შესაბამისად, შეკრებილი სხივების ფოკუსირება ვერ ხდება ბატურა გარსზე, არამედ მის უკან. რაც შეეხება სიმპტომატიკა დამოკიდებულია ჰიპერმეტროპიის ხარისხზე. განასხვავებენ სამი ხარისხის ჰიპერმეტროპიას, ეს არის სუსტი, საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია. სუსტი ჰიპერმეტროპიის შემთხვევაში პაციენტი შეიძლება მხედველობით არ აღნიშნავდეს მხედველობით ჩივილებს. ეს განპირობებულია აკომოდაციის სისტემის მუშაობით, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ აკომოდაციის სპაზმამდე. რაც შეეხება საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიებში, პაციენტი უჩივის ცუდ მხედველობას როგორც შორს, ისევე ახლო მანძილზე, თვალების დაღლას, წვას, ტკივილს, თვალისა და წარბის არეში, დისკომფორტის შეგრძნებას და უხარისხო ხედვას. ჰიპერმეტროპიის მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგიური კლინიკის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მერაბ დვალმა. როგორც მან აღნიშნა, შორსმხედველობა იყოფა ორ ნაწილად. პირველი ბავშვები, რომლებიც იბადებიან შორსმხედველობის პრობლემით. მეორე არის ასაკობრივი, რომელსაც პრესბიოპიასაც უწოდებენ. ეს ეხება იმ ადამიანს, რომელსაც ახალგაზრდობაში კარგი მხედველობა ჰქონდა შორ მანძილზე, მაგრამ 40-45 წლის შემდეგ ახლო მანძილზე უჭირს დანახვა. ბავშვებში 8-9 წლის ასაკის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ლაზერული კორექცია ან გაუკეთდეს კონტაქტური ლიზა, რომელსაც რასაკვირველია დედა მოეხმარება, რომ ჩაისვას დილით და საღამოს მოიხსნას. ლაზერულ კორექციას ეს არ ჭირდება. ბავშვი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უკვე საშუალო ასაკშიც და ასაკოვან ასაკშიც მას შეიძლება უსათვალოდ ყოფნა, მაგრამ ის ხდება ნორმალური მხედველი, ანუ ემეტროპი და ამიტომ მასაც გაუჩნდება ყველა შემთხვევაში პრობლემა 45 წლის ასაკის შემდეგ. საკითხავად მასაც დაჭირდება სათვალე. შეიძლება ითქვას, რომ ხალხს არ უნდა კი ხედავენ ნორმალურად, მაგრამ ახლოს სათვალე რომ იკეთია, არ მომწონს გეუნებიან. ამის შესაძლებლობა რა არის? ეგრეთ წოდებული მონოვიჟნი. ანუ სხვადასხვა ხედველობა, სხვადასხვა რეფრაქცია თვალებზე. მაგალითად, მარჯვენა თვალი და უმეტესად რომელიც არის წამყვანი თვალი, მე მაცაციები ვინც არიან, იმათ მარცხენა თვალია როგორც წესი. მარჯვენა თვალი, თქვათ, ახლა უმეტესობას მარჯვენა თვალი, ხელი და მარჯვენა თვალი არის წამყვანი, ამიტომ მათთვის შეიძლება ითქვას, რომ მას ამ თვალს უტოვებენ შორისთვის ხელუხლებლად და მარცხენა თვალზე უკეთებენ ან კონტაქტურ ლიზას, ან ლაზერს. ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ამ შუალედში ტვინი ეჩვევა იმას, რომ შორ მანძილზე მისგან ძალაუნებურად ჩაირთვება ხედველობაში მარჯვენა თვალი და როდესაც ჟურნალს, გაზეთს ან წიგნს აიღებს ხელში, ჩაირთვება მარცხენა თვალი. პაციენტებს უნდათ, რომ ესეთი მოთხოვნაც არის. მე მინდა ორივე თვალით კარგად ხედავდნენ როგორც შორ მანძილზე, ისე ახლო მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ თქვათ 50 თუ 55 თუ 60 წლის. ამ შემთხვევაში ერთი ვარიანტი ხრჩება, რომ ერთი თვალი შორისთვის, ერთი თვალი ახლოსთვის, როგორც ველაპარაკეთ, მაგრამ მეორე ვარიანტი არის რა, რომ ჩაისვას ეგრეთ წოდებული მულტიფოკალური, ანუ სამფოკუსიანი ლიზები თვალში. ეს არის უკვე კატარაქტის ოპერაციის მაგვარი ოპერაცია კეთდება, ოღონდ გამჭვირვალე ან ნაწილობრივ გამჭვირვალე ბროლზე და ეს თითოეული თვალს აქვს უნარი ყველა მანძილზე. ახლო მანძილზე, საშუალო მანძილზე, ანუ 80 სანტიმეტრზე და შორ მანძილზე უსათვალოდ იყოს. ამიტომ ეს პაციენტი ყველა მანძილზე ორივე თვალით ხედავს საკმაოდ კარგად.